წმინდა თეოდორე სტუდიელი მეხუთე კვირის პარასკევს იმის შესახებ, რომ არ უნდა გავუღოთ გულისკარი ეშმაკს ბოროტი ფიქრების შეწყნარებით. გვაკურთხე მამაო. ძმებო და მამებო, უშრომელად არ გაუწყებთ ამ მცირე და უსარგებლო სიტყვებს, რადგან წინამძღვრის საქმე მოციქულის სიტყვის შესაბამისია. მოძღვრების შესასწავლად და ზოგადი სარგებლის მისაღებად შრომა ჩემი ვალია. მოვალე ვარ მცირედის საქმე ვიტვირთო და სიხარულით ვიღვაწო, რადგან მწყემსიც სამწყსოს დამწყსისას შრომობს და გაიჭირვებს, მაგრამ საზღაურის იმედით ხარობს, ანდა მწყემსთავრის სათნოების სჯერა. ამიტომაც სიტყვა usargeblo როდია, თუმცა ზოგიერთნი ფიქრობენ, რომ სწავლას არანაირი სარგებელი არ მოაქვს, რადგან როგორ არ მიიღებდა სარგებელს მონდომებული, თუკი შეიტყობდა, რომ მის ნაცვლად გვირგვინით შეიმკობოდა. როგორ არ გამოფხიზლდება ზარმაცი, თუკი გაიგებს, რომ შეარცხვენენ. გევედრებით უფრო მეტი გულმოდგინება უნდა გამოვიჩინოთ, ზარმაცებმა გამოვიღვიძოთ, რადგან არის დრო მიღებისა და არის დრო ცხოვრებისა. თუკი რომელიმეს დავღუპავთ, ვეღარსად ვიპოვით, ამიერიდან ნუღარ ჩაივლის ნურც ერთი დღე უმოქმედობითა და სიზარმაცით, განსაკუთრებით ამ მარხვის ჟამს, რომელსაც დიდი ძალა აქვს სინანულისა და სათნოებით წარმართვისა. შევკრიბოთ საკუთარი თავისთვის მარადიული განძი, როგორიცაა ვედრება, ლოცვა, სინანული, მადლობა, ცრემლები, მართალი ხედვა, წმინდა გონება. ნუ ვფიქრობთ თითოეული მეგობარზე მისი სიზარმაცისა და უმოქმედობის შესაბამისად. ვიფიქროთ, რომ თავის ცხოვრებას ყველა ფარულად წარმართავს, თუმცა გარეგნულად სხვანაირად ავლენს. განა არ ვიცით, რომ მრავალი მამა, რომელიც გარეგნულად უმაქნისი ჩანდა, გამოსადეგზე უმაღლესად გამობრწყინდა. ჩვენს ახლობლებსა და ძმებს შორისაც მრავალი გამობრწყინდა უვარგისობისა და სიგლახაკიდან, განსაკუთრებით ქრისტეს აღსარებით. ვინაა ასეთი? ვფიქრობ ის, ვინც გარეგნული წარმატების, ხორციელი მოღვაწეობისკენ კი არ ისწრაფვის, არამედ შინაგან სიმდაბლეზე, სიმშვიდესა და მყუდროებაზე ზრუნავს. ასეც შეიწყნარებს ღმერთი, რადგან სადაც მშვიდობა, გულის სიწმინდე და მყუდროებაა, იქ არის საზღვარი სათნოებებისა. ასეც მიხედავს უფალი, რომელიც ამბობს, ვის მივაპყრობ მზერას, მშვიდსა და მყუდროს, ჩემი სიტყვების მოშიშს. ამიტომ თითოეულმა ისწრაფეთ, რათა უფალი ღმერთის წინაშე წმინდა გონებით წარდგეთ. ნუ გაუღებთ კარს ეშმაკს ბოროტის სურვილების მიღებით, რადგან როცა მათ შეიწყნარებთ, გამხეცდებით, შეიცვლებით და ნაცვლად სიტყვოებისა სიმწარეს მოვიმკით. როდესაც გონებაზე მოვეგებით, დავწყნარდებით და ვნებებს ჩამოვშორდებით, თაფლზე უტკბესი სიტყვოება ჩამოწვეთავს ჩვენს სულებში, როგორც განსასვენებელში. როგორი ტკბილია სათნოება, როგორი საწადელი და სასურველი, ხოლო სიბოროტე წარე და დამღუპველი. ის გავგძარცვავს, თუკი უკეთესისკენ არ შევიცვლებით, რადგან ეს მრავალი მიზეზის გამო ხდება. უფრო მეტად კი იმიტომ, რომ ჩვენი გონება ბავშვობიდან მიდრეკილია ბოროტისკენ. ნუ დავძაბუნდებით, კვლავ მოვუწოდოთ საკუთარ თავს და განვიკურნოთ წყლულებისგან. ჩვენი ჭირის მხილველი უფალი შურს იძიებს და ღვაწლის სანაცვლოდ გვირგვინებით შეგვამკობს, წმინდანებთან გაგვამწესებს, ბრძოლის ნაცვლად მარადიულ მისაგებელს მოგვაგებს, მოთმინების სანაცვლოდ სასუფეველში დაგვამკვიდრებს, რადგან მას შეშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა დაუსაბამო მამასთან, ყოვლადწმინდა, კეთილ და ცხოველმყოფელ სულთან ერთად,
ახლა და სამარადისოდ. ამინ.